მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის მე. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. მეთქვა მრავალსლაგას რომ თქვენ და სულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს ლამო და ძმანო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს ყოველთა წმინდათა კვირიას. ესე ეწოდება მას. ეხლა ახალი ციკლი იწყება ლიტურგიკული მსახურებისა. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას, რომ თქვენ წარმოდგენად გქონდეთ ზოგადად მსახურებაზე, იმიტომ რომ არ შეიძლება მსახურებაზე ბრმად იდგეს ადამიანი ეს სხვა თემა და სხვაგან წაგუყვას, მაგრამ მოკლედ ყოველთვის შეგახსენებთ, რომელი ციკლია ეს, სულ სამ ნაწილად არის გაყოფილი. ეს არის სული წმინდის მოფენიდან, ვიდრე მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკემდე, მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკიდან აღდგომამდე და აღდგომიდან სულთმოფენობამდე. ანუ სამ ნაწილად არის წლის ლიტურგიკა გაყოფილი. აი ახლა მესამე ყველაზე დიდ ნაწილში შევდივართ, ყველაზე დიდ პერიოდში, როდესაც ათვლა დაიწყება ასე. სულიწმინდის მოფენიდან პირველი კვირა, სულიწმინდის მოფენიდან მეორე კვირა. რაც თავისი საკითხავებით იქნება ესე გამორჩეული და წელიწადის განმავლობაში ესე მეორდება. ოღონდ ციფრები არ ემთხვევა, იმიტომ რომ რადგანაც აღდგომა მოძრავია, შესაბამისად ყველაფერი ეს მასთან ერთად მოძრაობს და მას დაყრდნობა. ეს მოკლედ რაც შეეხება ლიტურგიკულ წელიწადს. მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, პირველი კვირა ყოველთვის ტრადიციულად გამონაკლისის გარეშე აღინიშნება როგორც ყოველთა წმინდათა კვირა. რას ნიშნავს ყოველთა წმინდათა კვირა? ანუ ყველა წმინდანის ხსენება არის დღეს. აი ხო გვაქვს განსაკუთრებული დღე თქვა და 19 დეკემბერს ყველა მიჩქარის ტაძარში, იმიტომ იცის რომ ნიკოლოზობაა და წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულია. 17 დეკემბერს თქვა ბარბარობაა. 12 ახლა ივლისს პეტრე პავლე გვექნება და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არ არის როდენიმე ცალკე წმინდანზე ლაპარაკი, აქ არის აბსოლუტურად ყველა წმინდანზე საუბარი, რომელიც გაცხადდა და ჩვენ შეიძლება კალენდრულად ვიცოდეთ მათი ცხოვრების შესახებ და არიან წმინდანები, რომლებიც არ გაცხადებულან. რას ნიშნავს ეს? რომ ადამიანები, რომლებიც ხონდნენ, მაგრამ ამის საჭიროება არ დამდგარა, რომ მათი ცხოვრება ჩვენ ვცოდნოდა. ის კი არა, რამდენი წმინდანი, რომელიც გაცხადებულია და ადგილობრივ ეკლესიას ყავს შერაცხილი, ჩვენ მათ შესახებაც არ ვიცით, რა თქმა უნდა. ყველა სერბი წმინდანი იცით ახლა თქვენ მათი არ იცით ხო? არც ბულგარელი, ისევე როგორც არ სერბმა და ბულგარელმა და რუსმა შეიძლება არ იცოდეს ქართველი ბევრი წმინდანი, გარდა იმისა, რაც ახლა სოფლიო მამები არიან და საერთაშორისო ყველასთვის ერთია ახლა ვასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, აბსოლუტურად ყველა ეკლესიაში შეიხსენიება როგორც ჩვენთან და შესაბამისად მათი ცხოვრება ყველამიზის და ყველას გაგონილია. მაგრამ რისი თქმა მინდოდა მე, აი დღევანდელი დღის ქადაგებისთვის რომ ვფიქრობდი, რა შეიძლება თქვას, ისე ძნელია ხოლმე წინასწარ რამე ვფიქრო, მე აქ ადგილზე ალბათ უკეთესია ხოლმე რაღაცა რა შეიძლება თქვა, მაგრამ როცა ვფიქრობდი გზაში რომ რა უნდა ითქვა ყველა წმინდანის დღეს ქადაგებაზე, გამახსენდა გუშინ ვნახე ასეთი რა. ნასაში ყოფილა ძალიან დიდი სურათი გაკრული და გადაღებულია ფუტკარის სურათი. ეს ფუტკარი არის გადიდებული რაღაცა მილიონზე და შეიძლება ძალიან ახლოდან ნახო ესე იგი გადიდებული ფუტკარი და აწერია ამას მართლაც თუ შეხედავთ დარწმუნდებით ამაში, რასაც მე გეუბნებით გადიდებულ სურათს თუ ნახავთ აი ამ ფუტკრისას, რომ ყველანაირი ფიზიკის კანონის მიხედვით შეუძლებელია რომ ფუტკარი ფრინავდეს. იმიტომ რომ მას ძალიან დიდი სხეული აქვს თავის ფრთებთან შედარებით და გარდა დიდი სხეულისა კიდე რაღაცა სიმძიმით იტვირთავს თავს, როდესაც ის მუშაობს, ხორთუმში ამოიღებს მოკლედ იმას მასალას, რითიც მერე თავს ამზადებს და ხელსარიელი კი არ მოდის, მარტო ხორთუმით კი არ მოდის. ფეხებს ყოფს ასევე მტვერში, რომელსაც თავისი წონა აქვს, რა თქმა უნდა, ამ მტვერს ცალკე ამუშავებს, იმ ხორთუმიდან იმასაც ცალკე ამუშავებს და ანუ გარდა იმისა, რომ დიდია მოცულობით მის ფრთებთან შედარებით, კიდე რაღაცა გადამზიდობის უნარიც აქვს და ნასაში გააკრეს ეს სურათი და აწერია. ყველანაირი ფიზიკის კანონის მიხედვით შეუძლებელია რომ ფუტკარი ფრინავდეს, მაგრამ მან ეს არ იცის. ეს რომ იცოდეს ფუტკარმა ალბათ ვერ გაფრინდება, იმიტომ რომ ითქვეს რომ შეუძლებელია ახლა მე ამ ხებით როგორ შეიძლება გავფრინო, ამიტომ არ იცის მან და ეს იმიტომ დაფრინავს. ეხლა მე გეტყვით, თქვენ იგივე კანონების მიხედვით, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს წმინდანი? ჩვენ როდესაც წმინდანებზე ვლაპარაკობთ, ვიღაცა სხვაზე კი არ ვლაპარაკობთ. აი ჩვენზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეს წმინდანები, მინდა გითხრათ პირდაპირ.
ჩვენ ვართ ეს წმინდანები, ჩვენგან გამოსული ხალხი არის ეს წმინდანი. რომელიმე შეგიძლიათ თქვა, რომ ჩვენს გონებაში არ მოსულა ცუდი აზრი, ფილცი აზრი, უხამსი, რაღაცა შური, მტრობა, რაღაცა სამაგიეროს გადახდის სურვილი, არ შეგიცოდავს სიტყვით, საქმით, ენით, შეხებით, რომელი იტყვის ამას, რომ ეს არ დამართია. და თქვენ გონიათ, რომ წმინდანები ამით განსხვავდებიან ჩვენგან. ეს არ იფიქროთ ერთი წუთით. ერთი წამით არ წარმოიდგინოთ თქვენ, რომ წმინდანებს არ ქონდათ იგივე ბნება არ ებრძოდა. იგივე პრობლემები არ ქონდათ, იგივე სიხარულით არ უხაროდათ და იგივე მწუხარობით არ მწუხარებდნენ, როდესაც ამის საჭიროება იყო. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ისინი ისევე როგორც ჩვენ. მაშინ რაში არის სხვაობა? წმინდა სერაფიმ ცაროველი ესეთ რამეს ამბობს, რომ წმინდანსა და არაწმინდანს შორის მხოლოდ ერთადერთი სხვაობაა. წმინდანს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ის ესეც სიტყვას ამბობს და საოცარი დამაფიქრებელია ეს ძალიან. რას ნიშნავს გადაწყვეტილების მიღება? რომ რაღაცას გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცისგან ეხლა უკვე განიწმინდა, რახან გადაწყვეტილება მიიღო და გახდა წმინდანი. არა. საით მიყავს იცით ეს საუბარი? იმ ფუტკრიდან რატომ დავიწყე, რომ შეუძლებელი ადამიანი იყოს წმინდანი. სანამ არ მიხვდება თვითონ ის ამას და სანამ ღმერთს არ დაეყრდნობა და იტყვის, რომ მე ვერაფრით ვერ შევძლებ ამას, თუ არ ინებებს ამას ღმერთი. იმიტომ რომ ჯერ არ ნახული მოღვაწეობა რომ შეძლო ამ ქვეყანაზე. ხომ გაგიგიათ, რომ პირაობით არ ჭამდნენ და გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და ლოცვის დროს ჰაერში ამაზე დიდ სიწმინდე რო შეიძინოთ, თქვათ, ამ ქვეყანაზე თქვენი მოღვაწეობა. არ გეგონოთ, რომ ცხონების ღირსი ხართ მაინც. ცხონება ყველა შემთხვევაში ღვთისმოწყალება. ღმერთი იძლევა ამ მოწყალებას, ღმერთი ჩუქნის ამ მოწყალებას. მაშინ რაში არის საქმე? როგორ უნდა გახდეს ადამიანი წმინდანი? იცით რა, შეხედულება ხანდახან ესეთია, რომ წმინდანობა ჩვენი ზგონია, გაჭირვებულ მოხუცო დაინახავ, ქუჩაზე რო გადაიყვან, ხელს რო მოგიდებ, რო ფეხები რო გამგალოს. არა, ჩემო ბატონებო. ასეთი რამ ათეისტსაც შეუძლია. მასაც აქვს ზნეობრივი რაღაცა კანონები, რომელი კანონებსაც არ ღალატობს ის. და აუცილებლად ეხმარება გაჭირვებულს. არც ბილს იტყოვდეს, შეიძლება არც ცოლს ღალატობდეს კაცი და არც ქალი ქმარს. მაგრამ წმინდანობისგან შორს არიან, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვჯობი ვართ მათ რაღაცას ჩვენი ზნეობრივი კანონებით. არა, ზნეობრივ კანონებს შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ვიცავდეთ, მაგრამ ერთია განსხვავება. წმინდანობა ხდება სულიწმინდასთან შეხებით. და სულიწმინდას არ აღიარებენ ეს ადამიანები. ამიტომაც შეუხებლობა სულიწმინდასთან იწვევს უწმინდურებას, მეც არაფერს. ოღონდ სულიერი თვალსაზრისით, გარეგნულად გადასარევი კაცია, იცის საზოგადოებაში როგორ მოიქცეს, როგორ ილაპარაკოს, რომ რაღაცა ეტიკეტი როგორ დაიცვას, ეს ყველაფერი იცის, ისევე როგორც ჩვენც იცი, მაგრამ განსხვავება ჩვენსა და მას შორის გახლავთ სწორედ ეს, რომ შენ სულიწმინდასთან გაქვს შეხება. როგორ მთავრდება წირვა, სანამ ზიარება დაიწყება, ბოლოს სიტყვები რა არის გახსოვთ? გვდელი მოკიდებს ხელს წმინდა ყურს, რომელიც უკვე სისხლის ხორცია, ხორცია ქრისტესი, აღამაღლებს და ამბობს, წმინდა, წმინდათა. რას ნიშნავს? წმინდათათვის გამზადებულია ეს ტარიგი. წმინდანებმა უნდა ეზიარონ ამას. ამისკენ ხარ მოწოდებული. მოდი ხარ და ეზიარები. რა თქმა უნდა წმინდა ხარ. იმიტომ კი არა, რომ შენ გაიმსახურე ეს. იმიტომ კი არა, რომ შენ განიწმინდე, შენი თავი და წმინდანი გახდე. იმიტომ ხარ წმინდა, რომ ღმერთმა გამწმინდა. მაგრამ შენ ეს გინდოდა, შენ ეს ითხოვე და შენ გჯერა ამის. განსხვავებით იმ ადამიანისგან, რომელიც აბსოლუტურად და კი არა, ხანდახან შეიძლება უფრო მეტად კაცრად ზნეობრივად იცავდეს კანონებს ვიდრე შენ. ეს გამართლება კი არ არის, ეს კარგი კი არ არის შენთვის. რა თქმა უნდა, მაგალითი უნდა იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, თუ როგორ იცავს ის ურწმუნო ვიღაცა კანონებს და შენ როგორ არ იცავ და როგორ შეიძლება ყველა წუთში რაღაცაზე გეშლებოდეს ხელი და ფეხი და მორძიქობდე შენ საია ცხოვრებისეულ გზაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წყარო სიწმინდისა გახლავთ ღმერთი. სული წმინდა გახლავთ. რატომ ქვია მას სული წმინდა, რომელიც გარდამოვიდა ჩვენზე წინაკვირას ამას ზეიმობდით, სწორედ. მაშინ წაგიკითხეთ მე თქვენ ეს ადგილები, რომ რა არის ხორცის, ესე იგი ნაყოფი და რა არის სულის ნაყოფი. ამიტომაც ჩვენ სულიერ ნაყოფებს უნდა ვიმკიდეთ, იმიტომ რომ სული წმინდასთან ვართ
თან აზიარებაში შესულები. აბა იფიქრეთ ამაზე, ჩემო კარგებო, იფიქრეთ იმ საოცარ კარზე, რომელიც ფიზიკური კანონების მიხედვით ვერაფრით ვერ უნდა ფრინავდეს, მაგრამ ფრინავს და ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს. იცოდეთ, რომ იგივე კანონების თანახმად შეუძლებელი ადამიანი იყოს წმინდანი, მაგრამ შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის. ამიტომ შეხებაში ხარ ღმერთთან. ეს არის ის წყარო, რომელიც ჩვენ გამწმენს და რომელიც წმინდანობისკენ გიბიძგებს. ამინ. ყველას გილოცავთ ანგელოზის დღეს ყველა წმინდანის ხსენება თქვენი მოსახელე არ არის აუცილებელი რომ რომელიღაცა კონკრეტული წმინდანი შეიძლება ესე არ ვიცოდეთ, მაგრამ წონებული აუცილებლად იქნება ვინმე თქვენი მოსახელე და მისი ლოცვა გეწეოდეთ. ყველას ანგელოზის დღეს გილოცავთ. მრავალს დაგასწროთ ღმერთთან. და შეგახსენოთ, რომ თვალიდან იწყება პეტრე პავლოვის მართვა, ეს ორი კვირა გამოდის, ახლა ორი კვირა უწევს ზუსტად ესე მოუწია ამ წელიწადში, თვალიდან დაიწყება 12-ში იქნება პეტრე პავლობა და მაშინ გახსნდება. ამ მართვაში თევზით ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა შეგიძლიათ თევზის პროდუქტები მიირთვათ. სხვა დანარჩენი ლოცვა უნდა გააძლიეროთ, მოგეხსენებათ, მართვა არ არის მხოლოდ გასტრონომიული რაღაცა პროცესი, რომ შევცვალეთ ჩემს ცხოვრებაში ეს რა ქვია, კვების მენიუ და მეტი არაფერი, შეცვალეთ თქვენი ცხოვრება რაღაცა უკეთესობისკენ. აი, როდესაც ერთხელ პაისი ათონელს უთხრეს და რომ ახალგაზრდა გოგო მივიდა და უთხრა, რომ დედა მყავსო ძალიან ცუდად, სიმსივნე აქვსო და შეიძლება ვილოცეო მისთვისო. პაისი უთხრაო, მოდი ვიცი როგორ ვილოცოთ, რომ აი ნახევარი დავატოვო, რომ შენზე გადმოვიდესო და დედა შენი განიკურნებაო, და შეეშინდა, ой, რას ამბობთო, ესე არაო, შენ რო ილოცოთ და განიკურნოს არ შეიძლება. პაისი უთხრა, მაშინ ესე გავაკეთოთ. მოდი ნახევარი მე, ნახევარი შენ, ნახევარი იმას დარჩენს და ყველანი გადავრჩებითო რა. დავიბენიო, არ ვიცი რა გითხრა, იმიტომ რომ მე მგონიაო, რომ შენ უნდა ილოცო და ის განიკურნოსო და ასე არ ხდება შემოწმებასე. რაღაცა ჭირდება მოკლება, რაღაცა ჭირდება ღვაწლში ჩადგომა. რომ გინდა რაღაცა სათხოვარი რომ გაქვს, ამისთვის კეთილი უნდა ინებო და რაღაცა უნდა მოიგოს. სხვაგვარად შეუძლებელია. აი გაჭირებულის დახმარება თუ გინდა, თუ არ მოიკელი შენ და მას არ მიეცი, ესე უნდა მოხდება ეს დახმარება. ამიტომაც ამბობს მოციქული. მაჩვენე შენი საქმეები და მე გეტყვი შენ სარწმუნოებას როგორია ის, იმიტომ რომ თუ შენთან მოვა ადამიანი და გეტყვის მცივა და დასაცმელი, ანუ შენი თქვი წადი ზნაო, კარგად იხავი და გათვლი, ანუ ესე ვერ გათვლება. საქმე ჭირდება, უნდა წახვიდე, მოძებნო, გამოუტანო, ჩააცვა, მოარგო და შეუკრა ღიგები და ესე უნდა გავუშვა. ამიტომაც მართვა ნუ იქნება თქვენთვის გასტრონომიული პროცესი. ამას გთხოვთ ყოველთვის. ნურც ლოცვა. არავის არ უნდა თქვენი გადაკითხული კანონებით დღეში 9-ჯერ. საიდანაც ერთი სიტყვა შეიძლება ვერ გაიგო. მირჩევნია ერთი ფსალმური წაიკითხოთ და შეგნებით წაიკითხოთ და გაგებით წაიკითხოთ. აი წმინდანის განმარტება ხო გაინტერესებს? დაიწყეთ პირველი საფსალმუნის კითხვა. ნეტარას კაცი, რომელი არ ამევიდა ზრახვასა უხდოთასა, გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელს და უჯულოთასა არა დაჯდა. აი წმინდანის ფორმულირება არ არის? ხო გაინტერესებს როგორ უნდა გახდეს წმინდანი? არც დასაჯდომელზე არ უნდა მიხვიდეს, სადაც უხდოებისია. არც მათ ზრახვას არ უნდა შეერთო, მათ ფიქრებს და მათ მოლაპარაკებებს. არც იმ გზას არ უნდა დაადგე, რომელსაც ისინი ადგენენ. ასე რომ, ასე იკითხეთ, ასე მირჩევნია, რომ ღმერთთან კავშირი დაამყაროთ, ვიდრე ის, რომ დღეში წავიკითხეთ 5 კანონი, მაგრამ არ გაგიგია არც ერთი სიტყვა. ღმერთმა შეგაძლევინა, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახსოვთ.